წარმოდგენილი სურათი ასახავს წყლის მარაგს ალპურ ნიადაგებში. მარცხენა 4 სვეტში არის მოცემული კარგს კურულას მდელო, ხოლო მარჯვნივ აი ეს 3 სვეტი არის თოვლგროვის შედეგად შემდგომი ეროზირებული ნიადაგები. სვეტის თეთრი ნაწილი, დაუშტრიხავი ნაწილი აღნიშნავს წყლის შემცველობას ნიადაგის უხეშ ფრაქციებში, ნაცრისფერი აღნიშნავს მცენარისათვის ხელმისაწვდომ წყალს, ხოლო შავი ფერით მოცემულია მცენარისათვის მიუწვდომელი წყალი. როგორც ჩანს აი ამ ნახაზიდან, ტენის შედარებით დიდი მარაგი და ფაქტობრივად დაახლოებით 2.5-ჯერ ან 3-ჯერ მეტი მარაგი არის მდელოს კარგად დრენირებულ პროფილებში აღმოჩენილი, აი მარცხენა 4 სვეტი ამის მანიშნებელია. მაშინ, როდესაც ტენის მცირე მარაგი აღინიშნება თოვლგროვის შემდგომ დარჩენილ და ეროზირებულ ნიადაგის პროფილებში. ტენის მარაგი შეზღუდულია აი არგენტინის ამ მაღალმთიანეთში 4250 მეტრზე მდებარე აი ამ ტერიტორიაზე და წლიური ნალექები აქ 3000 მილიმეტრია, მაგრამ საქმე ის არის, რომ აქ არის 6 თვიანი ზაფხული მხოლოდ, დანარჩენი არის ძალიან მცირე პერიოდი წლისა. დაწყებული რამდენიმე სანტიმეტრიანი ხრეშის მშრალი შრის ქვემოთ ამ ნახევრად უდაბნოს პლატოს ნიადაგის ღრმა პროფილები ამჟღავნებენ საოცრად მუდმივ ტენიანობას. ანუ ტენიანობა ცვალებადობს ზედა უხეში მასალით, აი ხრეშით დაფარულ ჰორიზონტში, ხოლო ამის ქვევით მდებარე ჰორიზონტი ამჟღავნებს ტენის მუდმივ მარაგს. ფესვები გამრცობილია, მცენარეთა ფესვები გამრცობილია დაახლოებით 1 მეტრ სიღრმეზე. და მშრალ შრეს, უთოვლო მშრალ და ცივ ზამთართან ერთად შეუძლია შეზღუდოს მცენარეთა არსებობა. აი ამ სურათზე აქ კარგად ჩანს 2 ტიპის ბალახოვანი საზოგადოება. უკანა პლანზე ეს არის დაბალტანიანი მცენარეებით დაფარული ტერიტორია, ხოლო წინა პლანზე კარგად ჩანს ესეთი მკვრივი, კარგად განვითარებული დიდი კორდები. თუმცა მეორე მხრივ ეს მცენარეები ისეთ შთაბეჭდილებას ახდენენ, თითქოს მათ წყალთან საკმაოდ თავისუფლად მიდგომის საშუალება გააჩნდათ. მისაწვდომი ტენის მარაგი ამ დროს აჭარბებს 2 თვის მოთხოვნილებას. ტენის პროფილები სხვადასხვა მაღალი და დაბალი ბალახოვანი საფარის, როგორც აი აქ არის მოცემული 2 ცენოზე, ბალახოვანი საფარის ქვემოთ ტენის პროფილები არის განსხვავებული და საკმაოდ განსხვავებულია, რასაც აი ეს 2 დიაგრამა ნათლად გამოხატავს. ცნობილია, რომ ყველაზე მშრალი მაღალმთიანი, ერთ-ერთი ყველაზე მშრალი მაღალმთიანი რეგიონი ეს არის პამირის მაღალმთიანეთი, რომელიც მცირე ცენტრალურ აზიაში მდებარეობს და აქ დაახლოებით 3800-4800 მეტრ სიმაღლეზე შესაძლებელია შევხვდეთ ალპურ ნახევრად უდაბნოებს, მშრალ მდელოებს, ჯუჯა ან გართხმული ბუჩქნარით დაფარულ ტერიტორიებს, ბალიშა მცენარეებს. ეს უკანასკნელნი განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევიან, როგორც სახეობრივი, ასე რაოდენობრივი სიმრავლით გამოირჩევიან მაღალმთის მსოფლიოს მაღალმთიანეთის სწორედ აი ამ ადგილას, ანუ
ცენტრალური აზიის მთებში, იქნება ტიან-შანი და განსაკუთრებით პამირი. ყველა სტანდარტით უმნიშვნელო ნალექები დაახლოებით 300 მმ წელიწადში და 300 მმ არის საკმაოდ მცირე, ვინაიდან ჩვეულებრივ უდაბნოში, ნახევრად უდაბნოში ნალექები 150 300 მმ-ის ფარგლებში მერყეობს სწორედ და უდაბნო იწყება სწორედ 200 მმ-ზე ქვევით, იქ სადაც ნალექები 200 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო 300, 400 და 500 მმ ეს არის სტეპებისთვის დამახასიათებელი ნალექები. უთოვლო ზამთარი ნიადაგის უკიდურესად გამომშრალი ზედაპირი და 10%-ზე დაბალი ჰაერის ფარდობითი ტენიანობა აიძულებს მცენარეებს პამირზე გაუძლონ ძალიან დაბალ ტენიანობას და იმავდროულად გადაიტანონ ზამთარში -45, -50 აი ამ ფარგლებში მერყევი ყინვებიც კი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამ გარემოში გვალვით გამოწვეული სტრესი მცენარეებში ძლიერი არ არის. ამაზე ძალიან დიდი რაოდენობით არის სპეციალური ექსპერიმენტი ჩატარებული და ეს დამტკიცებულია. არსებული ტენი საკმარისია ამ პირობებში ცხოვრებისთვის თუ კი მცენარემ ეს ტენი ეკონომიურად გამოიყენა, ანუ ეკონომიურად დახარჯა მიღებული წყალი. ამიტომ სწორედ ამიტომაც აი აქ ცხოვრობენ ისეთი მცენარეები, როგორც უკვე აღნიშნეს, გართხმული ბუჩქები, ჯუჯა ბუჩქები, განსაკუთრებით ბალიშა მცენარეები, ესენი ტენის მოხმარების დიდი ეკონომიით ხასიათდებიან. მცენარეთა ზოგადად ამ ტერიტორიაზე მცენარეთა წყლის ბალანსის მაჩვენებლები მსგავსია არქტიკული და ზომიერი სარტყლების დაბლობის მცენარეთა მაჩვენებლებისა. და მცენარეთა სელექცია და საპასუხო რეაქციები ხორციელდება ღარიბი მცენარეული საფარის და შეფარდების ფოთოლი ფესვი, აი ამ შეფარდების დაბალი მნიშვნელობის საშუალებით.